იმერეთში სოფელი ჭოგნარის მიმდებარე ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ტარდება. მიმდინარე პროცესი ადგილზე იაპონიის ელჩმა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. სტუმრები განაღმვის პროცედურასა და გამოყენებით ტექნიკას გაეცნენ. სამუშაოს ბრიტანული ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაცია Hello Trust იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის თანადაფინანსებით ახორციელებს. როგორც ამერიკა და ევროპის სხვა ქვეყნები, იაპონია საქართველოს მეგობარი ქვეყანაა. იაპონია და იაპონელი ხალხი მთელი გულით ისურვებდა, რომ საქართველოში ყველა მიცხოვროს უსაფრთხოდ და ბედნიერად და რომ არავინ არასდროს დაიღუპოს ან დაშავდეს ნაღმითა თუ ომის ფეთქებადი ნარჩენებით. ამიტომ იაპონია 2010 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ყოველწლიურად ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახორციელებს მსგავს პროექტებს Hello Trust-ის მეშვეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და ამჯერად თერჯოლის მუნიციპალიტეტში. ეს არის უსაფრთხოების ძალიან დიდი ნაბიჯი, მნიშვნელოვანი ზომები და უყურებთ, ხედავთ ყველანი, რომ მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობისაგან გათავისუფლება არ ყოფილა თურმე ერთწლიანი და არ ყოფილა თურმე ერთნაბიჯიანი და ერთეტაპიანი პროცესი, მას სჭირდება ბევრი პასუხისმგებლობა და ბევრი ყურადღება იმისათვის, რომ ადამიანების სიცოცხლე თუნდაც აი ამ შემთხვევაში და აქ იყოს მაქსიმალურად დაცული. Hello Trust-ის პროგრამის მენეჯერის ირაკლი ჭითანავას განმარტებით განაღმვითი სამუშაოები ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკვე 4 თვეა რაც მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში ტერიტორიაზე 11 ნაღმი და 930 მმ-იანი ჭურვია ნაპოვნი. საერთო ჯამში დაბინძურებული ტერიტორია 840,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. შეიძლება რა ტერიტორია ხელთრუვა ნიშნოთ? ტერიტორია განაღმვითი სამუშაო მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ყოფილ რუსულ ბაზაზე, ეგრეთ წოდებულ ჭოგნარის ყოფილი რუსული ბაზა, სადაც წარმოადგენს განაღმვის სამუშაოებს. აღნიშნული სამხედრო ბაზა დანაღმული იყო 90-იან წლებში. ამ ეტაპზე ჩვენი ჯგუფების მიერ არის აღმოჩენილი 11 ნაღმი და 8 ცალი ფეთქებადი საბრძოლო მასალა. ჯერჯერობით სამუშაოები არის სამუშაოების ნაწილია შესრულებული და ჩვენ გეგმავთ რომ დავასრულოთ ეს სამუშაოები მომავალი წლის თებერვალში. ჭოგნარის ყოფილი სამხედრო ბაზა რუსის სამხედროების მიერ საქართველოს სამოქალაქო ომის დროს დაინაღმა. ბაზა 1991 წლიდან მიტოვებული იყო და საფრთხეს უქმნიდა 4500-ზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე 5 უბედური შემთხვევა მოხდა, რომელთაგან 2 გარდაცვალებით დასრულდა.